ოპა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიმყოფებით ფოთში. მაგრამ ვიმყოფებით სად ბაკურიანი წერია მაგ აი. დღეს მივდივართ. ეხლა გიყურებ მანახავთინა. ჩვენ მივდივართ გუდაურშიო, ამსი ამბობენ. რა მოიფიქრე? სისულელე. რა უნდა გავაკეთო თელიქს, რა უნდა ვილაპარაკოთ, რომ აი მივდივართ გუდაურში. ერთი დღით ხო 2 საათში ჩავალთ, 3 საათი ვიწვალებთ, ეს იცურავს მე ვიწვალებ და ნახოთ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაატაროთ ერთი დღე ბიუჯეტურ ფასად. ვერ გაჩქეთ. დავარ შედობიანი გზაში. ისურვე ხარ შედობიანი. აბა საქართველოს და აი ბეჭ სამბოჯი დიდუბინა ეს დღეს მათხოვე რა შეხერნაკ კიდე რომ დაუძიათ გათხოვას აღაში აი შვედია ვინ არის ეს მოდური ბიჭი რა გარდა იმისა, რაც ახლა იფიქრე. იო, გუდაური, ჰა? Things gonna cool down on but I can't hello guys, today Nika teach me to how to ski. აბა, ბიჭებო, რიმტირით არის და რომ მაგრაცივა რა. იმის მიუხედავად რომ კარგი სუსხიანი მზე არის და ვაი და რა კარგად ცხელა, მაგრა ცხელა კი არა, მაგრაცივა. ნიკა, აბა რა სიტყვი? მაგრაცივა. მე ნიუ-იორკ აბა ჩვენ ვეძებთ ნაგვის ხუცა. ჩახარე, მადანა, ჩახარე, ბიჭო, ჩახარე. Let's go, Marina. Fit pasi. Dai fit. ის გვინდა. რითი ვარ წამოსულ. აი ესეთი იქნება, ბიჭი. მაგარი არის. ეს არის ბოლო ადგილი? აქ მე ვერ ჩამოვა შეჭა. აქ ვერ შემოუხო. პონტი არ მაგ შემოუხო. ერთი აქ რიგში დავდგეთ. რიგში აქ. დაი რიგში დავდგეთ. არა, მოკლედ იღებ 70 ლარად ერთხიანს, ვინც სტუდენტი ხართ. შეღავათი არ მოქმედებს, ნახავთ ხოლმე დაგდებულ ირემს, რომელიც არ უნდა მოუკლათ, რა თქმა უნდა. აი 70 გელა. ედულთ. გამაღებინე? ах, девочки. Смотри, мы брат Кимо Николаус, Тициус Тапа. შენი კამერამენი ვარ და ჩემი YouTube არხია, ჩემი. და ფასები. ესე იგი, სნოუბორდი, ჩაფხუტი 70 და თხილამურები და ჩაფხუტი 50. 60. აბა მე ჩაფხუტი მაჩუქეს, მე 80 გამომივიდა მაშინ. ხო, 180 და 160, ხო. 140 ჯამში. განწყობა იდეალური სიცხე, მკვეთრი, მთები, ცოცხლე. საშინელი აზრია. სნოუბორდი საშინელი აზრია.
რადგან მიშვია ცხოვრებაში შეცდომა სნოუბორდი. განწყობა იდეალური საშინელი აზრი იყო. საშინელი აზრი იყო. განწყობა იდეალური წართული ყოფილა სნოუბორდი მეგობრებოში და გაგმართი უნდა. მეც ეგრე ვარ, იმენ არც არ მემორჩილება. გახსენება უნდა რა. ოო! ჩავალ, თუ საჩო. აუცმამ საშემო. და ბავშვი დაინახე. სრიალის დროს ვერ ვიღებ და ესე მაინც ხათარ. ცხოვრებაში ერთ რამეს ვნანობ. სნოუბორდს. მის დეტალში. განწყობა იდეალური 4 წელია სნოუბორდზე დგას. შედეგი აქვს. Сразу, вот смотри. Дай. И вот делаешь вот так. Ты слышишь меня? კარგია გიო. Вот знаешь, почему ты упал? განწყობა იდეალური კარგია. Они била вот так, вот эти. ძალიან კაია გიო. არ დავარდე? არ დავარდე? დავარდი. განწყობა იდეალური სხვა არის ჩვენთვის მოგონიდიც. ჩაყვინთავ, ამოყვინთავ. დაიღალე გამოხვალ დაიღლები, გამოხვალ პლიაჟზე. კიდე კაი დიდი. სხვა კაი არა. გაჩი. შესესხი ავიღეთ. ყველაფერი მე ვიგე. ყველაფერი მე ვიკელი. 2 კვირა არ ჭამდი და ძლივს წამევედის. ნახე სადავარს, ნახე სადავარს. ახლა მე თქვენ გასწავლით კლასიკას. ო მოდი საღ პროსტა ვერ გიღებდი დავამუღამე იცი ბიჭო რა სწრაფად ჩამოხვედი ხო დავამუღამე აუ ქალი შემასკდა უკან პროსტად ბავშვი და შუაშიო არ შეიძლებაო დასვენებაო და მეთქი კალბატონო ვინ ისვენეს მე და შენ შორის ვინც ხაისვენებს შუაში მე რა წესები წეიკითხეო და გუგლეოში მეთქი კაი ზვინი და აგერ კუთხეში ვჯდივარ ხო რუსი ალბათ ინგლისურად მელაპარაკე მეც რა ასე საკაიფოს მივდივარ რა და მე მოტრიალება ტორმოზი ოპა საკაიფო ჩერდები ესნა დაიჭირო თელი დღეა შავი ყვავი დამყვება და კიმები მტრიეკისერი აუ გადი ძმა რა გადი
წადი. გიორგი ცუდათარი. ამ ცხოვრებას ეს ჭამს. არაფერი არ გაქვს სათქვი. ხო. უდაური. ჰა? კარგია. რაფერი თიშება. რაც მაღაცი მყავს რა, შეუკვეთა კაპუჩინოები უეჭველია ეხა ესეთ სილამაზეზეო. ერთი კაპუჩინო რა არისო, ნუ. აი. ყვარს სიტკო. ნიკო, სიტკო, მადლობთ. მოიცა. აი ხა მოვა. კაცი რომ დაიბადები შუბლზე გაწერია რა. რა სიტყვი ნიკო? ბიჭო. რა არის იცი? უდაური სწორი გადაწყვეტილებაა რა. სეზონი? ბიჭო, კარგი სეზონია რა, მზეა და რამე. ხალხს უყვარს, უხარია. რატო არა? ტექსასმელები გვაცვია ჩვენი გავთავისუფლდით ტკივილისგან, დარდისგან. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ ახლა იწყება ის, რასაც ჩემი YouTube გამომწერები ნახავთ. ქვემოთ ნიკა, ქვემოთ. პროსტას დედა შევეც ესამე. უბრალოდ ცუდი რაც არის რა. რომ აი ჩაოლებრივი ასფალტია და ვიღაცა ტაქსისტი მოვა და გეტყვის რომ მან რო აგიყვანო 40 ლარი მინდა. 40 ლარად ბათუმში ჩავდივართ. და იცი მე რო ვერ ვცრიალებდი. ხო ნელა მოვდიოდი რა. მთებს რო უყურებ ეს და ხვდები რომ ეს საქართველო შენია რა. მე რა გამისურდა ესე მოვდიოდი და აი გავიხოთ და გიორგას რო ვებოდი სადა. აი ხა ეგ კომენტები ფიზიკურად ვერ იქნება ჩვენს YouTube ვიდეოში, მაგრამ არა, იგი YouTube მაყურებელმა ხომ უნდა იცოდეს ორი კაცი ერთი თხე თბილისიდან რა ჯდება რა. კვების გარეშე, მხოლოდ კაპუჩინო. კვების უგარეშო და ეს 24 არის კაპუჩინო. ეს გზა მოგებნა და ეს გზა და ხო, ნუ ერთხელ შეიძლება დაჭირდეთ. პლუს მინუს შეიძლება კიდე გაგიქცევთ ახასი რა. ნიკო არის ჩასული მეუღლესთან ერთად ევროპაში, რამდენიმე წელი მოიარე და მიითხარი ეხლა შენი პერსონაჟის მამედას თვალით. ყველას რო ახსოვს ის შენი ეს კილაძეების უბანი, ვის უბანი დაწერია ლაბაძეების უბანი. რომ შევდივართ ეხლა დავსხედეთ, ვიკითხეთ თქვენ რა გვარი ბრძანდებით, სამხარაძე თქვენ რა გვარი ბრძანდებით, ახალაძე თქვენ რა გვარი ხართ, სვანიძე თქვენ რა გვარი, სულ ჭუმბურიძე და ლაბაძეს გატო ყველა. რა ხდება სიძე. მოვიდა მოკლედ. სადღეგრძელო უნდა დავლოცო სოფელი რაღაცა და სერტ ექსპრონტად მიყვას უცებ წალექსვა. ავდეგი და ვიწყებ ესე. გათგრძელებ ნიგოზეთო, აქ ხომ ჩიტი კარგად გალობს, ტყებლები და სიძეები ამუბაში მუდამ ხარობს. ავლოცი ასე. გრძელდება ჩვენი შოუ მეგობრებო, პაულანერის საძმოში. ესეა. იდეალური საჭმელი თბილისში არის პაულანერის საძმოში, ცინცაძეს რაღაცა. ნომერი, ცინცაძეს ნახეთ პაულანერის საძმო. ჩიხითმა პირველად მეიტანეს ძმა. არასდროს არ გაიგეს ჩვენი ნალაპარაკი. ეს ჩიხირთმა ხალხნო. ჩემი აზრით აუცილებლად ჩუკერბერნი. გასას. მაგარი. ანუ პესუხის გებლოკ იუთუბერებით მოვიქეც. მოდი ნაოჭები დავთვალოთ ეხლა რა. ავიღოთ.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თუ 11 ალბათ 12 11-12 არა კაია solid 8 არის რა ჩიხირთმა ძმაო გენიალური უბრალოდ მოკლედ ესეთი ამბავია რა არასწორად თქვენი ცოტა ალბათ მაგრამ ეხლა მივდივართ კიევის აბანოში რაღაცა უკრაინული აბანოა რა მე მაინც ქართული პონტი მგონია მაგრამ ეს ემოციები რაც დააგროვდა რომ ეს ერთიანად რო გავუშვათ ეს დაძაბულობა ეს ტკივილი და ის მოტეხილობები რაც გაგვაჩნია და დაგვიტოვა თანშია თავისუფლება ხოლო მთებშია თავისუფლება თავისუფლების მოედანი როა იქ არაა თავისუფლება ჩიხირთმა ბიჭო ჩიხირთმა რა მაგარია დააფასეთ ჩიხირთმა მეგობრებო დააფასეთ დედიკოები და ჩიხირთმა სად მოვედით კიევის აბანოებში მოვსულვართ რომელიც კიევის ქუჩაზეა უბრალოდ და მე მეგონა რომ მე უკრაინული იყო და არანაირი გლეხი გამოუჩნდი ვართ განადგურებულები მაგრამ ფრიად კმაყოფილები იმიტომ რომ ხეს ვიგემეთ თოვლი ადრენალინი და ჩიხირთმა ანუ იდეალური ტანდემი ხალხო რა ყველამ უნდა გამოსცადოს ჩემი აზრით განარამე просто ვიცი რომ არის რა მაგარი მაისური კაცია ნეტა შენ ვიყო ეს რეალს გულისხმობდა დამიჯერეთ